როდესაც დედიკო წყალზე გავიდა გარეთ, ანუ წყალზე გავიდა ფანერის გარეშე, ღამის სადღაც 12 საათი იქნებოდა, მაშინ უკბინა გველმა. გველი შემთხვევით არ გაქცეულა, შემთხვევით დაინახა ჩემ ძმამ ფანერით და თოფით მოკლეს, ბარით ვერ მოკლავთო. შემდეგში დედიკო თვითონ შემოვიდა თავის ფეხით სახლში, წავედით სასწრაფოდ მანქანა ვიშოვე, წავედით გარდაბანში, იქ გვითხრეს რომ არ გვაქვსო შრატიო და მე გამოვაქანეთ რუსთავში. დაკმენიდან გასულიყო დაახლოებით 20-30 წუთი, გამოხატული იყო გიურზის დაკმენისთვის სპეციფიური ცვლილებები კანზე. კონკრეტულად ძლიერი მტკივნეულობა კიდურის მიდამოში, ძლიერი შეშუპება და სილურჯი. ეს იყო საკმაოდ მოზრდილი ეგზემპლარი და დაკმენის ხარისხიდან გამომდინარე შხამი საკმაოდ მაღალი დოზით იყო მოხვედრილი ორგანიზმში. დაიწყო შესაბამისი მკურნალობა, გამოყენებული იქნა ანტიგიურზინის შრატი, დეზინტოქსიკაციური თერაპია, ვინაიდან იყო ტოქსიური შოკის კლინიკა, იყო კოაგულოპათიის მოვლენები. ავადმყოფის მდგომარეობა წარმოებული მკურნალობის ფონზე გამაკმაყოფილებელია. წელს მხოლოდ ორი შემთხვევა იყო. ანუ ასე რომ ვთქვათ, რომ გველების შემოსევა და უესრა დაგვემართა, ესეთი რამე არა.